იქაც მომწამლავია მეთქი და ლაბორატორიული ცნობაც დაუდე. აგერ სოფელში ვინი შერკევა არის? ახლა გამაყუჩებლები მართა ხმობა რა. 2015 წლისთვის. ამას ყველაფერს უკავშირებ იმ დოკუმენტაციის წამოწევას და იმ ჟურნალისტურ გამოძიებას, რაც ჩატარდა წალკის რაიონში. წალკაში არის კორუფციის ბუდე. თავიდან ბოლომდე კორუფციაშია ჩართული აქაურობა. ვინაიდან მე გავაჟღერე ეს თემა ჟურნალისტებთან ერთად და მოვითხოვე კანონიერების აღდგენა, მოვითხოვე კომისიის შექმნა, მოვითხოვე სამთავრობო კომისიის ჩამოსვლა და ვითხოვდი სიმართლის გარკვევას, რომ ვის ქონე ეს თანხები მითვისებული და არის მართლა მითვისებული თუ არა. აქედან გამომდინარე დღევანდელ დღეს მოახდინეს ჩემზე თავდასხმა. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა ყოფილი მოსამართლე, იქ იყო საუბარი ანალოგიურად ცეკავშირის თემებთან დაკავშირებით. ცეკავშირის თემა არის აქ ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ გაყალბებული დოკუმენტაციებით აქვს გაყიდული, როგორც ჩანს რა, როგორც ჩემი გადასახედიდან ჩანს, გაყალბებული დოკუმენტაციაც აქვს გაყიდული მთლიანი წალკის ცეკავშირის ქონება. და მეპაიეები ყავან გადაგდებულები. ანალოგიურად წყლის თემასთან. წყლის თემა არის ისეთი წალკაში, რომ აქ მთის ზონა და მოწამლულ წყალს აწოდებენ ხალხს. ლაბორატორიული დასკვნა აგერმიდებს შემიძლია გაჩვენოთ სოფელ თრიალეთში 150.000-ია დახარჯული წყლის თემაზე და გამგებელი იმას აცხადებს, რომ მას თურმე პროექტში არ იყო ჩადებული, ეს სასმელი წყალი იყო, სასმელ წყლად შეიძლებოდა გამოეყენებიათ თუ არა. აი ეს თემები რო წამოვწია და აი აქედან გამომდინარე დღევანდელ დღეს მომიწყვეს ესეთი მარაზმი და უმაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოკლედ რომ გითხრათ, დამეხვიენ სულ ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე თვითონ მუნიციპალიტეტში და თვითონ სხდომის დარბაზში ერთიანად და დამიწყეს ცემა, მეტი რა უნდა გაეკეთებიან. ეს კეთდება ყველაფერი დაშინებისთვის, მაგრამ მაგინი მე ვერ დამაშინებენ. მე ჩემ გასაკეთებელ საქმეს ჩემს ამომრჩეველს მაინც გავუკეთებ და მაინც მივიყვან საქმეს ბოლომდე. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის დეპუტატმა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ დააყენა კონკრეტული საკითხები, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებს, რომელიც არის 1.800.000-ის ფარგლებში და ეხება ეს წალკას რომ უნდა მოხმარებოდა თანხები და მოხმარდა კონკრეტული ადამიანების ჯიბეებს, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ეს არ მოეწონა დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს და მის გუნდს და გამოიწვია ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მთელმა საკრებულოს გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი ნაციონალები და დღეს გაქოცებული ვინმე გამგებლის ბიძაშვილი. რეალურად რო ვთქვათ, ეს არის საქმე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დარჩება ამ დონეზე, როგორც არ უნდა უარყონ ახლა ხელმძღვანელობამ საკრებულოსი, რომ არაფერი მსგავს ადგილი არ ქონია და რაღაც პროვოკაციებზე ლაპარაკობენ, ისინი ამაზე აუცილებლად აკეთებენ პასუხს, იმიტომ რომ ჩვენ გამოძიებასაც ბოლომდე მივყვებით, ექსპერტიზასაც ბოლომდე მივყვებით და მაგ ადამიანებს საკრებულოებს დავატოვებინებთ კი არა. პოლიტიკაში ყოფნის უფლებას დავაკარგვინებთ მთელი ცხოვრება. იმიტომ რომ ეს მარაზმი, რომელშიც არიან ისინი ჩავარდნილები, მათთან ერთად უნდა დასრულდეს, მეტი არაფერი. დღეს წალკის საკრებულოში მოხდა ინციდენტი, 28 დეპუტატი ესწრებოდა დღევანდელ საკრებულოს ხდომას, მათ შორის ჩვენი ფრაქცია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, სრული შემადგენლობით და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი იური მოდებაძე, რომელიც გამოვიდა საგანგებო მოხსენებით დაკავშირებული რაც იყო ტენდერების შედეგებთან და იქ დაეყრდნო ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, ამას მოყვა საპასუხო რეაქცია საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, ბატონი ირაკლი გიგინეიშვილის მხრიდან და ასევე საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის ჯონი საბაძის მხრიდან, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პირდაპირ ესე იგი ფიზიკური აგრესიის განხორციელების გზით ფაქტურად მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები. ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფა უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, დღეს ეს ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, ამჟამად უკვე სახლში არის გამოწერილი, აღენიშნება ტვინის შერყევა, სხვადასხვა დაზიანებები, რომლის უკეთ გამოაშკარავების მიზნით ჩვენ იგი უნდა გადავიყვანოთ
თბილისის სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. დაწყებული არის გამოძიება, ჩვენ ახლა ამ წუთას ვესაუბრეთ პოლიციის უფროს, გამოძიება დაწყებული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ მთავარმა პროკურატურამ გაუწიოს აღნიშნულ გამოძიებას ზედამხედველობა და ყველა დამნაშავე პირი იქნეს დასჯილი. საუბარი არის 1.800.000 ლარის, ასე ვთქვათ, უკანონო მითვისება გაფლანგვაზე, რაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგებით იქნა გამოვლენილი და სწორედ აი ამ ფაქტის კონსტატაციას შეეწირა ბატონი იურა მოდებაძე. და ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა. ასევე ბატონი ფუტკარაძე, რომელიც ჩვენი ფრაქციის წევრი, ასევე აღმოჩნდა ფიზიკური, ასე ვთქვათ, აგრესიის მსხვერპლი, ამ საქმესთან დაკავშირებითაც დაწყებული იყო გამოძიება, რომელიც ჭიანურდება სამწუხაროდ და ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლები სპეციალურად ჩამოვედით წალკაში იმისთვის, რომ დავიწყოთ, ასე ვთქვათ, კონტროლი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.